თქვა. სხვადასხვა დავინახეთ, რომ სამწუხაროდ ემიგრაციის გარეშეც არის საქართველო, რეალურად დარჩენილი. საქართველოს ხავს 200 მილიონერი, ოფიციალურად მინდა გითხრათ და დაახლოებით 7 მილიარდელი. ხო? საუბარი იყო 50 მილიონს. ანუ რაც მატერიალური ზიანი რაც მე ხო, მატერიალური ზიანი რაც მივიღეთ, ხო? ეს ხალხი ერთიანობაში რო ავიღოთ, გამოვაკლოთ ამათ ბიძინა ივანიშვილი, გაცილებით დიდი კაპიტალის ფლობელები არიან, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, ხო? მაგრამ დავინახეთ ჩვენ რომ რეალურად ევროპაში რაღაცა ნასკები და რაღაცეები შეაგროვეს, ანუ საწყენად არ რომ რაც არის რა, იმის აქ ჩამოტანა, რუსეთშიც იგივე მოხდა რაღაც ამანათები შეაგროვდა, იმის აქ ჩამოტანას. გაცილებით მეტი თანხა უნდა ვიდრე აქ ადგილზე ამ ყველაფრის ყიდვას და აი ამ დროს, როდესაც ჩვენ ვისმენდით რომ აი იცი ბიძინამ ეს თქვა ბიძინას ჭირს ერთი ჩემი თვალსაზრისით ერთადერთი რაც აქვს ამ ადამიანს, ეს არის გლეხი ადამიანი, რომელიც პირდაპირ საუბრობს, მარტივი გასაგები ენით და მე ვფიქრობ რომ ჩვენ პოლიტიკაში პოლიტიკოსებიც რომ ასეთები იყვნენ, გაცილებით უკეთესი იქნება და მე ამაზე სიტყვებზე ხდება წამოკიდება, თორემ მოდი რა პირდაპირ ვთქვათ, რომ ასია ისია, რანაირადაც არ უნდა იყოს, აღმოჩნდა, როცა ქვეყანა კრიზისის წინაშე დადგა, ვინც ჯიბეში ხელი ჩაიყო, ამოიღო და დადო ქვეყნისთვის, ისევ აღმოჩნდა ივანიშვილი რა. ანუ იმისი არ იყოს რა, ესე ვთქვათ, თუ რანაირადაც არ უნდა ვთქვათ, არ ქარიაო თუ ავდარიო, მიშაზე რომ იყო, ბიძო მაინც მაგარია რა. არა მე მაინც მაგარია, დარია თუ ავდარიო, ბიძო მაგარიაო რა. არა მაგარია, იმიტომ რა, რატომ რომ სად არის ეს ხალხი? სად არის ეს ჩვენი ამხელა დიასპორა? სად არის ეს ამდენი შეძლებული ქართველი? ვერ დავინახეთ ჩვენ ეს ხალხი არ ჩანან რაღაც და აღმოჩნდა რომ ეს ერთი კაცი და მე სულელური გამონათქვამები კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ მე მგონი სირცხვილია რა რომ აი ესეც რატომ რისთვის ჩვენ რატო ვართ საზოგადოება სად არის ქართველები რომლებიც ჯიღზე ხელს გულზე ჯიღს ირტყავენ და იძახიან რომ აი მზად ვართ საქართველოს გვერდზე დაუდგეთ სად არიან აქ იყო აი დაუდგნენ საქართველოს გვერდზე და მე ვფიქრობ რომ აი ამ თვალსაზრისითაც დავჭით მარტო გულსატკენი რა თქმა უნდა იქიდან თქვენი თქმისა არ იყოს მარტო წყენ-წყენ ფრაზებში არიან ყველა მაგრამ